მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდება ნაქულბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაკორია. მოგესალმებით მამაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის. მამაშიო, რა თქმა უნდა, ყველას ბავშვობა ძალიან საინტერესოა, მაგრამ განსაკუთრებით სასულიერო პირობის ბავშვობა თითქოს დამალულია. თქვენ როგორი ბავშვი იყავით? აბრაზებდით თუ არა ვთქვათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, როგორი დამოკიდებულება გქონდეთ? საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენს ბავშვობიდან მოვდივართ. მე შეიძლება ითქვას 90-იან წლების ბავშვი ვარ და ყველა ეს პერიპეტია ჭირითულხინი რაც ქონდა ჩვენ ქვეყანას მეც გამოვლილი მაქვს. ქალაქ თბილისში გავიზარდე და თუმცა ცხადია ძალიან ბევრი კარგი რამ მაქვს მოსაგონარი იმ წლებიდან, განსაკუთრებით ტკბილად მახსენდება ზაფხულში დედულეთში გატარებული წლები რაჭაში. აი, როგორც ყველა ბავშვს ალბათ უყვარს თავისი სოფელი. და ადგილები სადაც მას ბევრი დადებითი ემოცია მოუღია, ასე გვატარებდი მე ზაფხულს ჩემს დედულეთში რაჭაში. ამიტომაც ახლაც აი ეს წლები დიდ სიხარულს წევს ჩემში და თბილ ემოციებს. ბებოსთან ჩავდიოდით, მე წარმოშობით გახლავართ მარტვილიდან, ბაკურია ვარ გვარად. დედა მარიამ დვალი პატარას გარდამეცვალა, დედითობული ვარ და ბებიამ გამზარდა. განსაკუთრებული სიახლოვე მქონდა მასთან. და შესაბამისად აი დედულეთის ჩემთვის გამორჩევით საყვარელი და ძვირფასი იყო და არის ახლაც. ბარი მაქვე ვიტყვი რომ დედითი დაობლებამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ეკლესიასთან. დღეს აი მე თავად მღვდელი ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი მოყავს განსასწრეს ეკლესიაში და ვცდილობ რომ ჩემი ბავშვობის აი ტრავმა ვაქციო გამოცდილებად და სხვა ადამიანებს დავეხმარო რომ ნებისმიერ გამოწვევას და განსასწრეს შეხვდნენ ვაჟკაცურად. ბებია მორწმუნე იყო? მეტნაკლებად. თუმცა ეკლესიასთან ჩვენი შეხება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩვენს პატარა უბანში მე ვცხოვრობ აეროპორტის დასახლებაში. მამა არის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი, აშენდა ტაძარი 2000 წელს. აი მაშინ მოხდა ჩვენი პირველი შეხება მღვდელთან, მოძღვართან. ახლაც მახსოვს ჩემი პირველი ზიარება, როდესაც ახლა უკვე თეოლოგიური კითხვა ვაფასებ. ჩემი ბავშვობის დროინდელ ფიქრებს. მახსოვს ძალიან პატარა ასაკის ვიყავი, როდესაც ფიქრობდი სიკვდილზე. ახლაც მახსენდება დედას დაუსვეს კითხვა. მოკვდებით ხო? და მე ვფიქრობდი ამაზე, აი სიკვდილის ფენომენზე ვფიქრობდი ხოლმე. და მეორე მახსენდება რომ ძალიან მიყვარდა ზღაპრების კითხვა. აი ძალიან მიყვარდა. და ეხლა როდესაც აი თეოლოგიურ კონტექსტში განვიხილავ ზღაპარს, ეს ზღაპარი არის საოცარი საშუალება რომ მოზარდს გაუხსნას გზა მისტიკისკენ, სულიერებისკენ. და ეს ახლა ვფიქრობ ძალიან დამეხმარა მე კონკრეტულ ასაკში. აი ბავშვობის მეგობრები თუ ყავთ შენარჩუნებული? დიახ, აი როგორც ვახსენე, მე გავიზარდე ავიატორების გარემოცვაში. და ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან სამოქალაქო ავიაციის მფრინავები. ახლაც ეს სფერო ძალიან მიყვარს, ახლაც იქ ცხოვრობ ამ დასახლებაში და გვაქვს რა თქმა უნდა მჭიდრო ურთიერთობები. ასევე ძალიან კარგად მახსენდებიან და ახლაც მეგობრობ იმათთან, ვისაც ხდებოდი აი ბავშვობაში ჩემს დედულეთში, ზაფხულში, სოფლად და ეხლა გვაქვს ცხადია ძალიან თბილი ურთიერთობები. მათ შორის ცხადი არიან ჩემი უახლოესი თათისებები, დედაშვილები, ბიძაშვილები და ასე შემდეგ. თქვენ ბრძანეთ რომ მამა მფრინავია და თქვენც ფაქტობრივად იმ წრეში გაიზარდეთ. თუ გიოცნებიათ თქვენ? ვოსნებოდი დიახ და მე ორი შვილი მყავს ახლა ისინიც ასე ოსნებობენ. თუმცა დროთა განმავლობაში მოხდა ჩემი დაინტერესება თეოლოგიით, ძალიან დავინტერესდი თეოლოგიით, რელიგიით, სულიერი ცხოვრებით და ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში 2007 წელს. შემდეგ სასულიერო აკადემიაში შევისწავლე საეკლესიო გალობა, მედავითნეობა, მსახურობდი ნათეთ. სხვა პროფესიაზე სერიოზულად არ გიფიქრია? მქონდა სრული, გავხდარიყავი ავიატორი. საინტერესო იყო, როდესაც დავასრულე მე-9 კლასი, ჩავაბარე უმაღლესი ავიაციის ბიზნეს სკოლის კოლეჯში. იმისნით რომ გამაგრძელებინა ავიაციაში სწავლა. ამ დროს დაემთხვა ცნობილი განათლების რეფორმა და დავბრუნდი სკოლაში და ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და ჩავირიცხე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ეს არის პერიოდი, როდესაც აი ჩემში მწიფდება მეტი ინტერესი რელიგიის მიმართ და აი იყო ჩემში ერთგვარი გაურება რა მხრივ. ძალიან მინდოდა რომ შემესწავლა თეოლოგია.
თუმცა უკვე ვიყავი სტუდენტი და ფიქრობდი რომ ჩემი დამესრულებინა უმაღლესი სასწავლებელი შემდეგ ჩავედრებე სემინარიაში, თუმცა იმდენ დიდი იყო ჩემი სურვილი რომ მესწავლა თეოლოგია, მახსოვს 3 სემესტრის დახურვის შემდეგ საბუთები გადმოვიტანე და ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. როდესაც გავხდი სემინარიის სტუდენტი, ბევრჯერ მქონია განცდა რომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. თქვენი ოჯახის წევრების რეაქცია რა იყო თქვენი ასეთი დაინტერესებით სასულიერო ცხოვრებისა და ზოგადად სასულიერო განათლებისადმი? თავიდან იყო შიში. აი გაურკვეველი შიში, ახლაც აქვთ ხოლმე, აი შიში თითქოს რაღაცა აი ერთ უცნაურობას ვიტყვი. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს თვლის ქრისტიანად. თუმცა მათ შორის ბევრი მათგანი არ არის ღრმად ჩახედული სულიერ ცხოვრებაში. და ასე იყო ცხადია ჩემი ოჯახიც. მე მახსოვს პატარაობიდან ჩვენს დავდიოდით ტაძრებში კონკრეტულ დღესასწაულებზე ვანთებით სანთლებს, მაგრამ როდესაც დავიწყეთ მე და ჩემმა და ეკლესიური ცხოვრება სიარული წირლოცებზე ეთქვარ შიში წევდა. რატომღაც იქოს რაღაცა სიახლის შის. მაგრამ თოთა განმავლობაში რა თქმა უნდა აი გულწრფელად შემიძლია გითხრათ რომ ეკლესიაში, ეკლესიის წიაში მხოლოდ კარგი, მხოლოდ დადებითი ვისწავლე. ეკლესიის წიაში ვისწავლე არა მხოლოდ სულიერი ცხოვრება, ღვთისმეტყველება, არამედ სიყვარული სამშობლოსი, ადამიანებისა, გარემოს დაცვა და ასე შემდეგ. ასე რომ თოთა განმავლობაში რა თქმა უნდა დიდი სიხარულით შეხვდნენ ჩემს არჩევანს რომ გავხდარიყავი სასულიერო პირი. თავიდან ცხადია ერთგვარი შიშები იყო. როდესაც გავიდა წლები და გადავაფასე თუნდაც აი ჩემი ცხოვრების გარკვეული ეტაპები და ახლაც ცხადია ფიქრობ ისე როგორც ყველა ჩვენგანი თავის გავლით ცხოვრებაზე. ალბათ ყველა ადამიანმა უნდა თავის მოწოდება იპოვოს. როდესაც სწავლობდი სასწავლებელსაც ძალიან თბილი გარემო იყო, მაგრამ გული მიმიწევდა სასულიერო განათლების მიღებისკენ. მე გადავწყვიტე ესე რომ მოკლედ სწავლა გამაგრძელებელი სხვა სასწავლებელში. ამას ძალიან ნასტომ რამეს ამბობ. ქართული რეალობისთვის ცხადია მოყვა გვარი პროტესტი ნაცების მხრიდან. რომ მე ვამების სწავლას თავს. და პირიქით მე მინდოდა მესწავლა ის საგანი და ის თემა, რაც მაინტერესებდა. ასე რომ ახლა ვურჩევდი მშობლებს რომ კარგად მოусმინონ თავისი შვილების ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მისცემათ უფლება რომ თავად აერჩიონ თავისი მომავალი პროფესიები. მამაშიო, სკოლის წლებს ასე თუ ისე რაღაც ირიბად შევეხეთ, მაგრამ ხომ არ ყოფილა აი თქვენი სკოლის პერიოდში მოსწავლეობის დროს ადამიანი, მასწავლებელი თუ რა ვიცი, ვინც ამ გზაზე შეგხვდათ, რომელმაც აი გარკვეული გავლენა მოახდინა, ვთქვათ, აი დადებითი, რომელმაც რაღაცა სტიმული მოგცათ. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვას ისინი იყვნენ ჩვენი რელიგიის მასწავლებლები. ზოგადად, გარემო სადაც მე გავიზარდე, სპეციფიური არის, მრავალეროვანი დასახლება, ეს დასახლება ავიაციასთვის სფერო არის. ერთად ვიზრდებოდით მართლმადიდებლები, სომეხი მონოფიზიტები, იეზიდები, მუსლიმანები. ახლაც ისინი ჩემი ბავშვის მეგობრები არიან და მათთან მაქვს შეხება და ურთიერთობა ძალიან მეგობრული. მაგრამ რელიგიის გაკვეთილზე ეს იყო ცხადია არჩევით გაკვეთილი იყო და ძირითადად ის იყო პირველი შეხება ეკლესიასთან, ლოცვასთან, საეკლესიო მოწყობასთან. ახლაც მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი იყო ბატონი კობა ბუქვაიძე, რომელმაც აი პირველად გაგვიღო კარი, შემდეგ ბატონი დალი ზაალიშვილი. ისინი ახლაც არიან ცხადია ეკლესიის წიაღში და მათი ძალიან მადლიერი ვარ რომ ჩემში გამოიწვიეს ინტერესი ეკლესიისადმი. თუმცა საბოლოოდ ცხადია ჩემი დაინტერესება ისეთ გამოიწვია ჩვენს დასახლებაში პატარა ტაძრის აშენებამ და შემდეგ იქ მოძღვრის ხილვამ. თქვენი პირველი მოძღვარიც იქ მოღვაწე სასულიერო პირი იყო თუ სხვა? რა თქმა უნდა, დიახ, იქ მაშინ მოღვაწეობდა მღვდელი იოსებ კვეკვეცია და მას უთხრე პირველი აღსარება, აი მახსოვს პირველი აღსარების ემოცია, მახსოვს პირველი ზიარების ემოცია. აი მე როგორც სასულიერო პირი, აი როდესაც ვიხსენებ ჩემს პირველ შესვლას საკურთხეველში. ეს ჩემთვის ძალიან სიმბოლური არის. მოძღვარი იწყებდა ჟამის წირვას და მონათე ვერ მოვიდა. და ჩემთვის მოულოდნელად მე მიხმო საკურთხეველში და მახსოვს როგორი კანკალით შევედი საკურთხეველში და ასეთი რაღაც თქვა დროა მიეჩვია საკურთხეველს. მაშინ სხვა მეტი არაფერი არ ვთქვა, თუმცა გავიდა დრო და მე მეთქონ ვითხოვე რომ თუ შეიძლება შეიმოსოს ტიქრით. მახსოვს 2006 წელს დავიწყე სწავლა სიონთან არსებულ სამრევლო სკოლაში. ქალბატონ ლია სალაყაიასთან ძალიან მადლიერი ვარ და მაშინ დავიწყე გალობის შესწავლა.
შემდეგ უკვე იყო თბილისის სასულიერო სემინარია და ასევე დაიწყე მედავითნების შესწავლა. მომავალში ყველა საფეხური ძალიან გაუმადგა სასულიერო პირობაში. რომელი იყო თქვენი პირველი ტაძარი, სადაც უკვე როგორც სასულიერო პირმა დაიწყეთ მსახურება? დიდი სიხარულით შემიძლია გითხრათ, ეს არის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი. როგორც უკვე გითხარით, მე სწავლობდი თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამ სასწავლებლის სულიერი მოძღვარი გახლავთ მამა სერაფიმ მეჭედია, სვეტიცხოვლის ტაძრის წინამძღვრის მოადგილე და სწორედ მისი რეკომენდაციით 2015 წელს მაყურთხეს დიაკვნად და დავიწყე მსახურება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. ძალიან კარგად მახსენდება ეს პირველი მიახლება საკურთხეველთან, პირველი ნაბიჯები და ახლა რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, რომ სვეტიცხოვლის მსახურება ეს იყო დიდი თავგადასავალი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. კითხვა თუ გიყვარდათ ბავშვობაში? ახლა რომ ვიხსენებ, უფრო თამაში მიყვარდა. თუმცა, რომ გითხრათ ობიექტურად, ეს სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს უფრო მეტად დავიწყე კითხვა ლიტერატურის. ძალიან დამეხმარეს, უკვე ვიყავი 18 წელს ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში და მაშინ დავიწყე გამალებით ლიტერატურის კითხვა და ახლაც მომთქავს ეს ჩვევა. წიგნი რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუ გახსენდებათ. თქვენ კი ბრძანეთ წეღან, რომ როდესაც ბავშვი იყავით ძალიან გიყვარდა ზღაპრების კითხვა. შემდეგ ვამბობ უკვე, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ზოგადად, როდესაც დავიწყე სწავლა სემინარიაში, მთავარი წიგნი იყო ბიბლია, წმინდაწერილი. ცხადია, წმინდაწერილის მეტაღლებად ყველა ქრისტიანი იცნობს, თუმცა ჩვენი ეს წიგნი გავიარეთ სიღრმისეულად, გამოსვლას კი ჩავაბარეთ, ასე რომ აქ ისეთ სიღრმეებში შევეხეთ კაცობრიობის ხსნის საღვთო ისტორიას, რომ დღემდე შეიძლება ითქვას, ეს არის სასულიერო პირების სამაგიდო წიგნი. ამის გარდა წმინდა იოანე დამასკელის გარდამოცემა, ანუ საეკლესიო მოძღვრების შემაჯამებელი ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე თუ რას ასწავლის ეკლესია ღმერთზე, სამყაროზე, ადამიანზე და ამ სამყაროზე და ამ შემდეგ. მამაშიო, თქვენ ბრძანეთ, რომ ყავთ ორი შვილი, რამდენად ხართ მათ ცხოვრებაში ჩართული, მათ სასკოლო ცხოვრებაში, მათ პირად ცხოვრებაში, რამდენად ახლოს ხართ თქვენ შვილებთან და როგორია თქვენი ერთი დღე? მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე გავიცანე სასულიერო სემინარიაში, ეს იყო ფსიქოლოგია რელიგიაცოდნების ფაკულტეტის სტუდენტი, ნინო შპეტიშვილი, ასევე მე დავითნე და ამ მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემხვდა ადამიანი, რომელიც ამ წიაღში ძალიან ბედნიერი იყო, საეკლესიო წიაღში. სასულიერო სემინარიაში სწავლის მეოთხე კურსზე დავიწერე ჯვარი, გვყავს ორი შვილი, მარიამი 11 წლის და იოანე 3 წლის. სიმართლე გითხრათ, ვცდილობ მაქსიმალურად, რომ ვიყო ჩართული მათ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, გოგონა უკვე დიდი არის, ისწავლის რამდენიმე წრეზე და ვცდილობ, რომ მონაწილეობა მივიღო ყველა მის აქტივობაში, გეტყვით მაგალითისთვის, ის არის ჭოხონელძეების სტუდიის მომღერალი და გაზაფხულზე კონცერტზე ერთად ვღერიან მშობელი და შვილი. და მე და ჩემი გოგონა ყოველთვის ერთად ვღერით ხოლმე. ის ეკლესიური არის, მასაც უყვარს საეკლესიო გალობა და ვცდილობ, რომ ერთი მხრივ იერარქიულობა დაიცვას, როგორც მშობელთან, მაგრამ ასევე ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. იოანე და ის ეთამაშებით ხოლმე. მანქანებით ძალიან ბევრს. მოგითხრათ გულწრფელად ყოველთვის თხოვ ღმერთს შემაძლებინოს, რომ ვიყო როგორც მისთვის სათნო მოძღვარი და მოხდელი, ასევე მეუღლე, მამა, შვილი, მეგობარი და ასე შემდეგ.
მაშინ დღევანდელი თაობა თქვენ აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი თაობებისგან, წინა თაობებისგან და იმდენად დიდი დრო წაიღო ვთქვათ ამ ელექტრონულმა ურთიერთობებმა, ასე რომ ვთქვათ, ინტერნეტმა თუ სხვა საშუალებებმა, იგივე სასკოლო ცხოვრებაც ძალიან ითხოვს. ამ ყველაფერს რომ ბავშვები რეალურ ცხოვრებას ცოტა შორდებიან. ან როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, ვთქვათ, რომ აი ეს რაღაცა ოქროს შუალედი დაიცვას და აი ამ ბეწვის ხიდზე გაიაროს. დიახ, ამაზე მეც ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორც მშობელი და მამა. ვცდილობთ, რომ ბავშვებს ვურჩიოთ უფრო ცოცხალი ურთიერთობები, რა თქმა უნდა, დღევანდელი თაობა აქტიურად მოიხმარს სოციალურ ქსელებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვცდილობთ, რომ ეს იყოს მათთვის ზომიერი და მათ ქონდეთ ცოცხალი ურთიერთობები. ურთიერთობასაც, ვთქვათ, რაღაცნაირად ბავშვები თითქოს აი დისტანციურად არიან. ბოლო დროს განსაკუთრებით მუშაობს ამაზე საქართველოს საპატრიარქო. უკვე თითქმის ყველა ტაძართან არის გახსნილი საკვირაო სკოლები და ასევე ხდება მოძღვრების გადამზადება და ყველაფერს აკეთებს ეკლესია იმისთვის, რომ ახალგაზრდობამ უფრო მეტად ცნობიერად გაიაზროს, რას ნიშნავს ქრისტიანული მსოფლმხედველობა, რა არის ეკლესიური ცხოვრება. აი მარტივად რომ თქვა, ჩვენ ვეუბნებით ხოლმე ახალგაზრდას, რომ შენ იყავი ახლოს ღმერთთან, ეკლესიის წიაღში იყავი და ღმერთი თავად გამოგიჩენს გზას. როგორი პროფესია არჩიო, როგორი არჩევანი გაკეთე ცხოვრებაში. ანუ ეკლესიის მოწოდება და მისია რა არის, რომ ადამიანს ასწავლოს ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. დღეს ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა ხდება საქართველოს ეკლესიებში, მზარდი არის სამრევლო სკოლების რაოდენობა და ვიმედოვნებთ, რომ რაც დრო გავა, კიდევ უფრო მეტად გაცნობიერებული იქნებათ ახალგაზრდებს ეკლესიური ცხოვრება. თითქოს პატარა ბავშვი შობლის რჩევით რეინერციით მოდის ეკლესიაში. იმითაც რომ ის ამ წიაღში ნარჩუნდეს, უნდა მას მიცეთ საშუალება კარგად გაიაზროს და თავისუფლებაში გაიაზროს ეკლესიური ცხოვრების არსი და ის შემდეგ თავად გააგრძელებს თავისი ცნობიერებით ჯანსაღ სულიერ ცხოვრებას და იქნება ახლოს ღმერთთან და ეკლესიასთან. მამაშიო, დღევანდელი თქვენი ერთი დღე როგორია, რა დროს ატარებთ მონასტერში და აი როგორია თქვენი ერთი დღის ტიპიკონი, ასე ვთქვათ. მოგესალმებათ, მე გახლავართ მონასტრის ღვთისმსახური. ჩვენ დედათა მონასტერი დიღომში მდებარეობს. მონასტერს ყავს იღუმენია, დედა ნატალია, წინვალი ადამიანი, ჩვენთვის განსაკუთრებით სუნველი. იქ მოღვაწეობენ გამორჩეული დედები მონასტერში და ასევე არის სამრევლო. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დროის დიდ ნაწილს ვატარებთ ღვთისმსახურებაში, ურთიერთობაში სამრევლოსთან და ასევე რა თქმა უნდა ოჯახში. ვერ ვიტყოდი, რომ ყოველდღე ერთნაირი არის. ზოგადად დავეთანხმებით, რომ ღვთის მოვალეობა ნებისმიერ დროს მზად იყოს ემსახუროს ეკლესიას და მრევლს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენი სამრევლოს წევრებს, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ მოგმართონ ჩვენ და მართლაც ხან ყოფილი შემთხვევა, რომ შუაღამისას მოგვიწია სნეულის ზიარება, ან რაიმე გასასწრის დროს ადამიანის დახმარება და ასე შემდეგ. თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ვცდილობთ, რომ გავატაროთ გაგრული დრო ოჯახთან, ოჯახურ გარემოში, ოჯახი ყველა ადამიანისთვის ნავსაყუდელია შეიძლება ითქვას და სიმყუდროვის გარემო არის. ამავდროულად მსახურობთ, ვატარებთ ტიროლოცებს, პარაკლისებს და სხვა საეკლესიო მსახურებას. უღრმესი მადლობა მამაშიო ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გამნახეთ დრო და გვეწვიეთ. მიუხედავად ასეთი დატვირთული ცხოვრებისა, დატვირთული სასულიერო ცხოვრებისა, დატვირთული გრაფიკისა და მინდა გკითხოთ, რას ვრჩევდით ჩვენს მაყურებელს? უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უსწრებდი ყველას წარმატებებს თავის სულიერ თუ ხორციელ ცხოვრებაში. ვურჩევდი, რომ არაფერმა არ შეეშინოთ და იყვნენ მხნედ. ცხოვრება ახსავსეა ბევრი გამოწვევით. ჩვენ ცხოვრებაში ერთმანეთს ცვლის სიხარული და მწუხარება, თუმცა თუ ადამიანი იმეგობრებს ღმერთთან, ის ყოველთვის გაიმარჯვებს ნებისმიერ განსასწრებს. ამიტომაც ვურჩევდი ადამიანებს, რომ უფრო მეტად ცნობიერად იყონ ეკლესიის წიაღში, გაცნობიერონ ეკლესიური ცხოვრების მიზანი და არსი და აი თავად ნახავენ, რომ უფლისმიერი მშვიდობა, წყალობა და კეთილდღეობა არ დააყოვნებს, ასე რომ უსურვებ ჩვენს მაყურებელს მხნეობას და სულიერ სიმშვიდეს.
უღრმესი მადლობა. ჩვენი გადაცემა დასრულდა. დასასრულს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნაკულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახური დეკანოზი შიობაკური.